ცხოვრება თამაშია. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ეს არის ერთი ძალიან დიდი თამაშის ნაწილი. და საინტერესო აქ ის არის, რომ ამ თამაშში არის დონეები. ანუ ყველა ადამიანი ამ თამაშში გარკვეული დონის როლს თამაშობს. და თქვენ შეგიძლიათ ამ ვიდეოს დახმარებით მიხვდეთ თუ რომელ დონეზე ხართ იმ დიდებულ თამაშში, რასაც ცხოვრების თამაში ქვია. პირველი დონე არის მატრიცის მძინარე არსებები. ეს ადამიანები ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობენ. არიან სისტემის ნაწილები, უბრალო ჭანჭიკები. ვერაცნობიერებენ ვერც საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, ვერ მართავენ საკუთარ ცხოვრებას. მეორე დონე არის მსხვერპლის დონე. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა და ყველაფერი მათ წინააღმდეგაა. ყველა დამნაშავეა იმაში, რაც მათ შეემთხვათ. სამყარო უსამართლოა, ღმერთი არ სწყალობთ, ცუდი ბედისანი არიან. ასეთი ადამიანები გრძნობენ, რომ არ ცხოვრობენ საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ მათ არც ენერგია აქვთ და არც ძალა იმისთვის, რომ შეცვალონ ცხოვრება. მესამე ეტაპი, ანუ მესამე დონე არის მებრძოლთა დონე. ასეთი ადამიანები ბრძოლობენ, მუშაობენ, ამტკიცებენ, გამუდმებით არიან ისეთ რეჟიმში, რომელიც გულისხმობს მუდმივ მოძრაობას, მაგრამ ამ მოძრაობას არ აქვს შედეგი. და თუ რაღაც შედეგზე გავიდნენ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. და ასეთი ცხოვრების ხარისხი, რა თქმა უნდა, იწვევს გადაღლას, გადაწვას და მოკლედ საბოლოო ჯამში ისეთ სიბერეს, რომელიც ალბათ არც ერთ ჩემს მსმენელს არ მოეწონებოდა. მომდევნო დონე, მეოთხე დონე ტრანზიტული დონეა. ასეთ დონეზე ადამიანმა უკვე გაიღვიძა, მიხვდა, რომ არის იმაზე მეტი, რაც ადრე ეგონა, მაგრამ ჯერ არ იცის საით წავიდეს. ანუ გზაარეული, დაბნეულია. ასეთი ადამიანების ცხოვრებაში ინგრევა ძველი, შორდებიან საყვარელ ადამიანებს, ტოვებენ ქვეყანას, იცვლება მათი სამუშაო თუ ყოველდღიური გარემო. ასეთ ადამიანებს აქვთ შეგრძნება, რომ თითქოს ცხოვრებამ ფერები დაკარგა, აღარაფერი აღარ სიამოვნებთ, აღარაფერი აღარ მოსწონთ, აღარავისთან ურთიერთობა აღარ არის მათთვის სასიამოვნო. მოთამაშის დონე. ამ დონეზე ადამიანი უკვე ხვდება, რომ ხვიძავს და საკუთარი ცხოვრების სადავეებს იღებს ხელში, ადგენს მისთვის სასურველ წესებს და თვითონ ქმნის იმ ცხოვრებას, რომელიც უნდა რომ ჰქონდეს. მაგრამ ამ დონეზე ყველაზე რთული არის სწორი ფოკუსის შენარჩუნება, იმიტომ რომ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება კვლავ ჩაითრიონ ისინი ნეგატივში და დაუბრუნონ წინა დონეებს. ამიტომ სწორი ფოკუსი და ამ ფოკუსის შენარჩუნება მეხუთე დონის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლო დონე, მეექვსე დონე, ეს არის უკვე შემოქმედის დონე. აქ უკვე აღარ ხარ თამაშის ნაწილი, აქ ხარ შემოქმედი, ადამიანი, რომელიც ქმნის საკუთარ ცხოვრებას და ეს შემოქმედება დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ განწყობაზე. შემოქმედის დონეზე ასულმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ არავის და არაფერს არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მისი განწყობა გააფუჭოს. ის ერიდება ისეთ ადამიანებს, ისეთ გარემოებებს, ისეთ მოვლენებს, რომლებიც ცდილობენ მის ცხოვრებაში შეაღწიონ არაკეთილშობილური მიზნით. ამ დონეზე ადამიანი დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავით და შემოქმედებით. მას აქვს ის უნარი, რომ შექმნას ახალი ცხოვრება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვის. კომენტარებში დამიწერე, როგორ ფიქრობ ამ დიდებული თამაშის, ცხოვრების თამაშის, რომელ დონეზე ხარ შენ?